გინახავთ მეგობრებო, დოღში გამარჯვებული ქართველი გოგონა. თუ არ გინახავთ, ახლა განახევთ, ეს არის ლიზი ხოფერია, რომელმაც აჯობა ყველას და გაიმარჯვა. დღეს სამტრედიაში ცხენოსნობის ნამდვილ და ზოგადად დოღი, ცხენბურთი და შემდეგ მსგავსი ტურნირების ნამდვილ ზეიმზე აქ იმართებოდა სწორედ სამტრედიაში დღეს, მომდევნო გაიმართება აბაშაში. სრული ვიდეო, ძალიან საინტერესო ვიდეო, ცხენბურთი, ისინდი და შემდეგ ძალიან აზარტული ვიდეო გამოვიდა, ძალიან საინტერესო სახლის ვიდეო გამოვიდა და ამას ნახავთ ჩემს YouTube არხზე. მანამდე პატარა მონაკვეთებს ჩემს TikTok და Facebook არხზეც შემოგთავაზებთ. ასე უყურეთ ამ ვიდეოებს, მაგრამ თავარი არ გამოგჩეთ ჩემს YouTube არხზე. როგორი იყო ცხენოსნობის დღე სამტრედიაში. ჩემს ცხენს ქვია სერკა. დაკავებული ვარ დაახლოებით 3-4 წელია ინტენსიურად ამ სპორტში. რავი, შესანიშნავი გრძნობა არის, რომ ამ ხელა შრომა ერთ დღეს გიფასდება და ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს და მას მიზნებს. დღეს ჩარტა და სამტრედიის იპოდრომზე დოღი, სადაც დავიკავეთ პირველი ადგილი. ცხენი ყავს ჩამოყვანილი საცხენოსნო კლუბი დიდგორიდან და კონკურენცია ძალიან დიდი იყო. ჩემი სახელია ლიზი ხოფერია. მე თვითონ წარმოშობით ვარ გურიიდან. ცხენი არის საცხენოსნო კლუბი დიდგორიდან, თბილისის, დიღომი. დიახ. მადლობა ძალიან დიდი. დიახ, ჩემი ცხენი. მადლობა ძალიან. როგორ შეიძლება რომ ამდენ ბიჭს აჯობ, იქ ხედავდი მე რომ ამდენი ვაჟკაცი და ისე ცხენი, მაგრამ მე მქონდა ლაივ ჩართული შენ ცხენს, სახელი არ წოდი. სერკა ქვია. სერკა, აი მაგას შემოგვიურობ და თურმე შენ ცხენი ყოფილა. ეხა შეგიძლია მიმართო შენ ამდენი ადამიანი უყურებს და ამდენ კაცს როგორ აჯობე? რა ვიცი, კონკურენცია კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან დიდი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავიკავე პირველი ადგილი. ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული ამ ცხენების მომზადებაში. ერთმეტი 5-ია მეგობრებო ანგარიში. ნელ-ნელა აქ ამბექებენ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამოძდით, იმიტომ რომ სამტრედიელები კარგად თამაშობენ. კარგად არიან შეთამაშებულები. მეორე ტაიმში აშკარად უკეთ თამაშობენ. მე მგონი მეორე ტაიმში იგებენ კიდევაც 8-1 იყო ანგარიში და ახლა 11-5. 3 გაუტანიათ სამტრედიელებს, 4 გაიტანეს მეგრელებმა, ამიტომ 4-3 იგებენ მეორე ტაიმში. მეგრელები, მაგრამ პირველ ტაიმში ისე ცუდად ითამაშეს, რომ ანგარიში მაინც დიდია. კიდევ ერთი წავიდა. აბა ეხლა წავიდა სპრინტი. так, добурთი. აიგო ვასი არის ფორვარდი ნამდვილი. ერა. დიგა, სკანი დაუწვი. გერაზე. ხევანდელ თამაშს რაც შეეხება, რაც მთავარია პირველ რიგში მშვიდობიანად დასრულდა. მადლობა ღმერთს. კარგი თამაში იყო. კარგ ფორმაში დაგვდა სამტრედიის გუნდი და შემდეგში ვეცდებით ჩვენს უკეთეს ფორმაში ჩავდგეთ და რა თქმა უნდა შედგება კიდე ჩვენი თამაშები. არაერთი აგვისტოში სამტრედიის გრან-პრი, სექტემბერში საქართველოს
ჩემპიონატი და ასე რომ ყველაფერი წინა, რა თქმა უნდა. რავი, ძალიან დინამიკური იყო ჩემთვის, ყველაზე საუკეთესო თამაში ის იყო და რავი, წინ წარმატებები ბიჭებსა ჩვენ მოწინააღმდეგეს და რავი, ეს იყო ჩვენი ოლოდინი, რაც ხალხი ელოდებოდა და ის მე როგორც მივხვდი აქ ხშირად მიმართე, იმიტომ რომ ბავშვებმა მითხეს რომ ჩვენც მართავთო შეხვედრას აგვისტოშიო და ძალიან გამიხარდა ესე პოპულარული არის. ძალიან 2 აგვისტო ჩატარდება ბავშვების თამაში, სამეგრელო, სამტრედელი თამაში და ახლა გზადი და ჩვენ ვართ სამტრედელები გუნდი მოყავთ სამტრედელები და იქიდან უკვე სამეგრელო გუნდი იყო ნაკრები იყო თამაში. შეთამაშება აკლდეთ. პირველ ტაიმში ვერ გაგიწიეთ, ნახოთ მეორე ტაიმში ცოტა თანაბარი თამაში იყო და სანახაობრივი თამაში იყო. კარგია, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ასეთ სანახაობრივ თამაშს. ბრევო, დამთავრდა ისინი შეჯიბრება 3-8 გაიმარჯვა სამტრედიის ნაკრებმა. გამარჯვებულ მხედრებს მიულოცოთ. ბატონ პავლეს მიულოცოთ მისი დამსახურება. ახლა უკვე ცხენბურთი იწყება, მეგობრებო, ისევ სამტრედია და ჭალადიდი, ანუ იმერული და მეგრული გუნდები. ნახოთ ახლა იქნება თუ არა 1-1 გუნდურ სახეობებში თუ ამ თამაშას მოიგებს სამტრედია და იმერეთი.